მინდა ყურადღება გავამახვილო ნეპალის რევოლუციაზე და ჩვენ ქართული აუდიტორიის ნაწილზე, რომელიც რაღაცნაირად ისე გამოეხმაურა ამ ნეპალის რევოლუციას, რომ თითქოს იქ რევოლუციური მუხტის განზოგადება უნდა ქართულ რეალობაზე. და სხვათა შორის ამ ამბავში არა მარტო ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც რაღაცნაირად პროტესტის მონაწილეები არიან და სურთ საქართველოს ხელისუფლების ცვლილება და ეს რაღაცნაირი მუხტი აქვთ რევოლუციური. არა მარტო ეს ასეთი ახალგაზრდები, არამედ იყვნენ იქ ესეთი ჟურნალისტებიც, რომლებაც სპეციალური გადაცემებიც კი გააკეთეს ამაზე და განახერხეთ მე ვიდეოში ვიზე მაქვს საუბარი. ასე ხდება, როცა ცხვარი ცხარდება. როცა ახალთაობას კონკრეტულად ახალგაზრდა ნეპალელებს ყელში ამბოსდით კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერთან ერთად თვალში სთხრის ამ თავის სიმდიდრეს. და იმის შიშით, რომ საიდანმე რაიმე საშიში გამოცდილება არ გადმოიტანონ, უბლოკავს მედიას, სოციალურ ქსელებს. და შეეცადნენ ანალოგიები გაეკეთებინათ. მოდი ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რომ მე მესმის კაცო, არ შეიძლება საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში, რომ იცი რა, ყველაფერი კარგადაა და მოდი მესმის, რომ არსებობს პროტესტის მუხტი, მესმის, რომ ხალხს აქვს რაღაცა, ხალხის ნაწილს აქვს მოთხოვნა იმის, რომ ცვლილებები მოხდეს ხელისუფლებაში, ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში. ეს ამბავი გასაგებია და ამისთვის არსებობს რაღაცა რაციონალური თამაშის წესები. ისეთი თამაშის წესები, რომელიც არ უნდა აზიანებდეს ქვეყნის მომავალს, არ უნდა ქმნიდეს საფრთხეს ქვეყნის განვითარებისა. ხა ეს ადამიანები მეტყვიან, რომ იცი რა, ხელისუფლება ქმნის თვითონ ამ საფრთხეს. იმავე ლოგიკაში მინდა უპასუხო, თუ ხელისუფლება თქვენ თვლით, რომ გიქმნით ეროვნულ საფრთხეს, თქვენი ნაბიჯი ისეთი უნდა იყოს, რომ ამ საფრთხეს საფრთხე არ უნდა დაუმატოთ. ეს არის ეროვნული პოზიცია. ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც რაღაცნაირად აწუხებს ამ ქვეყნის ბედი და მომავალი. იქნება ეს ქართული ოცნების გამორჩეველი, თუ იქნება ოპოზიციის გამორჩეველი. იმიტომ არც არის ხომ ხშირად, მეგობრებო, როდესაც რაღაც აქციები ანონსდება, გამოდის რაღაც კატეგორიის მასა და როგორც კი ხდება ამ აქციების რაღაცნაირი წარმართვა უფრო რადიკალური ფორმებისკენ, მერე ხდება დაშლა. დაშლა საუბარი მაქვს არა რაღაცა სახელმწიფოებრივ ღონისძიებაზე, არამედ თვითონ ხალხზე, ხალხი მოდის სახში. იმიტომ რომ არავის არ უნდა, ყველას გამოვლილი აქვს ეს პროცესი და არავის არ უნდა, ურჩევნია რომ რაღაცნაირად მარტივად რაციონალურ ჩარჩოებში განვითარდეს მოვლენები ისე, რომ თავის ოჯახის, მისი რაღაცა სამეგობროს ამათი კი ბედია ის კითხვი ნიშნის ქვეშ არ დაისვას რა და როცა ქვეყანაზეა საუბარი. ამიტომაც აუცილებელია რომ ყველა სიტყვა, ფორმა იყოს ისეთი მოზომილი, რომ არ დააძიონ ჩვენი ეროვნული ინტერესი. ეხლა რაც შეეხება ნეპალს. თქვენ ახერთ რომ ნეპალში განხორციელდა რევოლუცია. რევოლუციის კადრები დაიდორო იქ რაღაცნაირად მოინათლა ესე რომ ჯენზი მოახდინა რევოლუცია და კადრები დაიდორო ვიღაცა იქ იარაღით დადის, ჯენზი იქნება თუ პოლიციელი, რევოლუციაში ხდება ეგეთი რაღაცა, ზოგჯერ ხალხი იღებს იარაღს მათ შორის. ქრონოლოგია ესეთი იყო დაახლოებით, რომ ძალიან დიდი იყო სოციალური უთანასწორობა ნეპალში, დიდი იყო კორუფციული დონე. ბოლოს დაემთხვა ამას, ატომო მოინათლა ჯენზით ეს რევოლუცია. დაემთხვა ის იმას, რომ ბოლო მუხტი რამაც აწია პროტესტის ბოლო მიზეზი ამას პროტესტის მუხტი აწია იყო სოციალური მედიის გაუქმება. რამაც უნდა ახალგაზრდები, უფრო მეტად რა თქმა უნდა ახალგაზრდები გამოიყვანა, მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდები, აქ გამოიყვანა ყველა ის ხალხი, ვინც რაღაცნაირად აორგანიზებდა სამოქალაქო პროტესტს სოციალური მედიის გამოყენებით, რა თქმა უნდა და ინფორმაციაზე წვდომის უცილობელი ინსტრუმენტია დღეს სოციალური მედია და ბუნებრივია რომ ამან გამოიყვანა საზოგადოება გარეთ. მერე მოხდა შეტაკებები და 19 ადამიანი დაიღუპა საპოლიციო ძალების მიერ ერთ შეტაკების დროს და ეს მსხვერპლი იყო საკმარისი იმისთვის რომ მთელი ნეპალი გამოსულიყო. შესაბამისად ახლა რევოლუცია მხოლოდ ჯენზის თაობას არ მოუხდენია, მაგრამ რატომღაც ესე მოინათლა რომ ჯენზი ალბათ ამის უკან რა შეიძლება იდგეს ამ პოლიტიკური ასე იგი ტექნოლოგიის მიღმა რა შეიძლება იდგეს ამაზე თქვენ თვითონ იმჯელეთ და ალბათ რა ვიცი კონსპირაციულ თეორიებს განავითარებთ. თვითონ ჯენზი ხა კიდევ რა არის მნიშვნელოვანი აქ რაზე მინდა გავამოხდო ყურადღება. ჯენზი ამ შემთხვევაში სოციოლოგიური ტერმინია და ნიშნავს თაობას, ხო რა 97 წლიდან 2000 წლამდე დაბადებულ 2010 წლამდე დაბადებულ ადამიანს, ხო? ჯენზია ეს, მაგრამ
თანამედროვე პოლიტექნოლოგიების განსაკუთრებით დასავლელი პოლიტექნოლოგიების მუშაობით ჯენზი ჩამოყალიბდა სოციალურ პროექტად და თუ საუბარია ჯენზიზე, რატომღაც გვიდგას ეგრეთ წოდებული სფერადი ახალგაზრდობის ვიზუალიზაცია და ჯენზი არის თაობა მთლიანი ახალგაზრდობა რაღაც კონკრეტული წლიდან კონკრეტულ წლამდე. ხო ეს საალკე როგორ გავწიოთ. ეხლა თვითონ ნეპალის რევოლუცია რა ფენომენი შეიძლება იყოს და რატო არ შეიძლება ესე ეგრეთ წოდებული მუხტების ანალოგიების გადმოტარა რა. ჯერ ესეთი ნეპალში რა ტიპის რევოლუცია განხორციელდა ჯერჯერობით ამის შეფასება რომ მოახდინოთ ადრეა, იმიტომ რომ ვერ ხედავთ მის მიღმა არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს, თუმცა ვარაუდებს გეტყვით ეხლა რა შეიძლება იყოს. თვითონ ნეპალი ეს არის ისეთი გეოპოლიტიკური სივრცე, რომელიც არის სტრატეგიული ბუფერი ჩინეთსა და ინდოეთს შორის. შესაბამისად, ჩინეთისთვის და ინდოეთისთვის ნეპალს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა. ინდოელებისთვის პირიქით ეს არა მხოლოდ რაღაცა სატრანზიტო გზების თუ სტრატეგიული ბუფერია ჩინეთთან, არამედ არის მისი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლაცდარმი, რა გადის ჰიმალაიზე და მაღლობლების დაკავების მხრივ და ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის ნეპალში პოლიტიკური კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ზუსტად იმავე მიზეზით მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური ჰეგემონობის კოალიცია გლობალური სამხრეთისა, ხო? ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ასე შემდეგ. ეს ქვეყნები ყარიან ძირითადი პლაცდარმები. შესაბამისად, თუ დასავლეთზე მივსდგებით და ვისაუბრებთ დასავლეთის ინტერესი რა შეიძლება იყოს, ნეპალი არის ის პოლიტიკური სივრცე და ტერიტორია, რომლის ფლობა დასავლეთს მისცემდა საშუალებას, რომ ხელი შეეშალა ინდოეთ-ჩინეთის პოლიტიკური დაახლოებაზე. და იქ შეიქმნა რაღაცა ბუფერული ზონა, რომელიდანაც მოახდენდა ორივე პოლიტიკურ სუბიექტზე манипуляციას. ანუ დასავლეთის ინტერესიც არის ამ პროცესში რა, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრია, რომ მომავალი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი იქნება ინდოეთის ოკეანე, იმიტომ რომ იქ უნდა გადაწყდეს სოფლიოს ბედი. ამიტომაც ეჩქარება ტრამპს უკრაინის ომის დამთავრება და ამიტომაც არის მთელი ყურადღება მიპყრობილი იმაზე, რომ იქ ინდოეთის ოკეანეში რა როგორ განვითარდება, იმიტომაც იყო განაწყენებული, ხო, ეცადა ინდოეთზე ტარიფების დაწესება და მე როდესაც შანხაის სამიტზე დაინახა, რომ ეს სამი პოლიტიკური ლიდერი გულთბილად საუბრობდა, წარმატებებს გისურვებთ რუსეთის ამერიკის წინამდებო შეუთოლა ტრამპმა და უცებ მერე მოხდა ნეპალის რევოლუცია. ეს კონსპირაციული თეორია უბრალოდ ვარაუდია, ხო? ანუ სამი პოლიტიკურ სუბიექტს ნეპალზე პოლიტიკური კონტროლის ლოგიკური საფუძველი გააჩნია. მათი ინტერესები აქეთკენ არის მიმართული. თუმცა ეხლა ეს აქ ვინს ან შეიძლება საერთოდ ეს არაფერ შუაში არ იყოს ამ შემთხვევაში და მართლა სოციალური ტიპის ამბოხება იყოს, იმიტომ რომ ნეპალში ხშირად ხდებოდა ეგრეთ წოდებული მაოისტების ამბოხი 2006 წელს განხორციელდა, იქ დიდია ესე იგი სოციალური უთანასწორობა და ლიბერალური გადმოსახედიდან კი არა, ხან სოციალური მედია გაითიშაია და რომ ხალხი რო გამოვიდა, ეს კი სულ არ იშნავს იმას, რომ რაღაცნაირად ლიბერალური გადმოსახედისგან იყო განხორციელებული ეს ამბოხი, მთელი რევოლუცია იყო წმინდა სოციალური ხასიათის იმ პოლიტიკური მესიჯებიდან, რომელიც ისმოდა ამ პროცესში. ხო, მართალია, რომ ამ პროცესში გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს ნეპალის რევოლუციას, თუმცა ესეც დღეს უკვე საეჭვოა რა, მე არ ვამბობ, რომ მათ უკან ვიღაც პოლიტიკური ძალა დგას, თუმცა სამი პოლიტიკური სუბიექტი მოკლედ აქ ეცდება თავისი ინტერესების მინიმუმ გატარებას და მაქსიმუმ შეიძლება იდგენ კიდევაც ამ კონფლიქტის უკან. ეხლა მთავარი რა არის? როდესაც თქვენ საუბრობთ მეგობრებო, რომ აი იქ კადრები გავრცელდა, რომ მთავრობის წევრები გარბიან და გინდათ, რომ აი ესეც აქ მოხდება და ამას განსაკუთრებით უფრო ჟურნალისტზე ვარ გაბრაზებული, იმიტომ რომ ის არის ადამიანი, რომელიც მუშაობს პოლიტიკურ კონტექსტზე და პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რასაც საუბრობს, უნდა იღებდეს და ეს უპასუხისმგებლობა არის დამღუპველი. მე როდესაც ერთი რამე იცოდეთ, რა ჩავარდნილი რევოლუციის მერე ყოველთვის ხდება ხოლმე რეპრესიები. ეს გინდა ულტრადემოკრატიული სამყარო აიღე და გინდა დიქტატორული. როდესაც რევოლუცია ჩავარდება, ბუნებრივია, რომ სახელმწიფო აღიქვავს ამას თავდასხმად და იწყება პოლიტიკური
რეპრესიები, ანუ რა იწყება? იწყება დაჭერების სერია, იმიტომ რომ ეს აღქმული არის სახელმწიფო წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულად, ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება. ეს არის კონსტიტუციურად გარანტირებული მუხლი, სამართლებრივი მუხლი არსებობს ამისა. და როდესაც ამას მერე თქვენ ესე ცირკულირებთ, ადუღებთ, რაღაცნაირად გინდათ რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოთ 4 ოქტომბერს დავუკავშიროთ, 4 ოქტომბერი როგორ იქნება, კაციშვილმა არ იცის. და შეიძლება ვიღაცა შვიდობიანი მანიფესტაცია ჩაატაროს და მისასალმებელია იქიდან გამომდინარე რომ ვისწავლოთ პოლიტიკური გამოხატულების კულტურა შეიქმნას ამ ქვეყანაში. მაგრამ ამას რო ცირკულირებთ და აქ ცნობილი სახეებიც რო მონაწილეობთ ამ პროცესში, პასუხისგებლობას იღებთ იმაზე რომ აი ეს ახალგაზრდა რომელიც რაღაცნაირად გაწყობილია, მეამბოხის სულის მატარებელია, რომ რაღაც ინსპირაციას თქვენ თვითონ აწვით ამ ინსპირაციას, რომ ნახე ნეპალში რა მოხდა და აი რა მაგრები არიან ვითომ. მე იღეთ პასუხისგებლობას ამას რა შეიძლება მოყვეს. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. და განსაკუთრებით ახლა იმ ხალხს არ მიმართა, ვინც ამას აორგანიზებს, იმიტომ რომ დაორგანიზებული კამპანიები შეხვდა სოციალურ მედიაში და აი ჯგუფები და ანუ ორგანიზებული კონტენტი იყო, ისეთი შთაბეჭდილება დამჭდა ყოველ შემთხვევაში მე. ეხლა მიმართავ მე უკვე იმ ახალგაზრდებს, ვინც შეიძლება მოისმინოს ეს ჩემი გადაცემა, რომ მეგობრებო, თუ ქვეყნის გამარჯვება გვინდა, ქვეყნის გამარჯვება არ გადის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვებაზე რა. შეიძლება, რა თქმა უნდა, თქვენი შეხედულება უფრო პროგრესული იყოს, შეიძლება, მე ხო არ ვსაუბრობ იმაზე, რომ მე მაქვს ჭეშმარიტების იმპერატივი. შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს და უფრო სწორი იყოს, მაგრამ ამაში ხალხს უნდა დაარწმუნოთ. ამაში უნდა ამისთვის ხალხს უნდა ესაუბროთ, ხო, მაქსიმალურად რა. და ეს რადიკალური ამბები საბოლოო ჯამში და იგივე ეს პარლამენტის დაწვის კადრს ვავრცელებ ხო ნეპალში პარლამენტის შენობა დაიწვა. საქართველოში დაიწვა კი პარლამენტის შენობა. და ამას სამოქალაქო ომი ქვია ამ პერიოდს. და იმ სამოქალაქო ომის მერე ქვეყანას დაჭირდა წლები, რომ თაობებს შორის და ხალხს შორის დიალოგი დაწყებულიყო, რომ მერე ნორმალური სამოქალაქო ცხოვრება აღდგენილიყო. და მერე ამას მოყვა გაჭირვების მთელი სერია და მთელი უბედურება. რომელს უბედურების შედეგებსაც დღესაც კი ვიმკით ჩვენ. და სანამ რაღაცა ესეთი თქვენთვის პოლიტიკური მიზნებისთვის მორგებულ მესიჯებს უპასუხისმგებლად გაუშვებთ, დაფიქრდით იმაზე, რომ ამას შეიძლება მოყვეს. დაიწვა საქართველოში ერთხელ პარლამენტის შენობა და მეორე ჯერ ეგეთი რაღაცა საქართველოში აღარ გამეორდება. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს და როგორი პროტესტი არ უნდა კონდეს, პირველ რიგში არის შენი ქვეყანა და შენი ქვეყნის თაობების მომავალი და არა ის, ვინ სად როგორ იქნება ხვალ. მადლობა ყურადღებისათვის.